მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ისევ ერთად ვართ და ჩვენი მორიგი ინტელექტუალური მოგზაურობისთვის მზად ხართ? იცი დღეს ნამდვილად გამორჩეული დღე გვაქვს. კი, ზუსტად. დღეს არის 2026 წლის 28 თებერვალი. და ჩვენ სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდა სრულიად უნიკალური, იცით, რაღაცნაირად იდუმალობით მოცული ჩანაწერების სერია. ნამდვილად. ავტორი, რომელიც მხოლოდ სახელით გვეცნობა, მოკლედ დათო ქვია, და ის გვიზიარებს თავის მათემატიკურ და ფილოსოფიურ ტრაქტატებს. მაგრამ მინდა ეგრევე დაგამშვიდოთ თქვენ, ვინც ახლა გვისმენთ. ხო, ალბათ აგონიათ რომ მშრალი მათემატიკაელით. ზუსტად, თუ ფიქრობთ რომ წინ მშრალი ფორმულები და რაღაც აკადემიური მოწყენილობა გელით, ძალიან ცდებით. ეს არ არის უბრალოდ მათემატიკა. ეს არის გეომეტრიული ფიგურების, ტალღების, რიტმებისა და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მარტივი რიცხვების ფარული არქიტექტურის გაშიფვრის მცდელობა. დიახ, ასია. აქ ყველაზე მომაჯადობებელი ის არის, რომ ჩვენი დღევანდელი სიღრმისეული კვლევის მიზანი არის გავიგოთ თუ როგორ ქმნის სამყაროს ძირითადი ფორმები ჩვენს რეალობას. კი? ავტორი წარმოგვიდგენს სისტემას, რომელიც ხსნის თუ რატომ არის ზოგიერთი სისტემა ან სტრუქტურა თავიდანვე განწერული კოლაფსისთვის, ზოგი კი პირიქით, ჰარმონიუსთვის. და სწორედ ამიტომ მინდა პირდაპირ გითხრათ თქვენ, ჩვენს მსმენელს, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიის ხართ, ინჟინერი ხართ, ხელოვანი, მენეჯერი, თუ უბრალოდ შემეცნების მაძიებელი, ეს ანალიზი დაგეხმარებათ სრულიად ახლებურად დაინახოთ ციკლები თქვენს პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში. ნამდვილად. კარგი. მოდი ეს დეტალურად განვიხილოთ. ავტორი დასაწყისშივე შემოიტანს ფაზური მატარებლის, ანუ ფაზური გრაფის კონცეფციას. დიახ, ფაზური გრაფი. თქვენ ახლა წარმოედგინეთ ეს უბრალოდ როგორც ბილიკები, რომელზეც ენერგია ან ინფორმაცია მოძრაობს. საინტერესო კი ისაა, თუ რა ხდება, როცა ამ ბილიკების ფორმას ცვლით. და ავტორი იწყებს ყველაზე მარტივი საბაზისო სტრუქტურით. ეს არის მონაკვეთი. ანუ უბრალოდ ხაზი. კი, სწორი ხაზი. გეომეტრიულად რომ წარმოვიდგინოთ, მონაკვეთს აქვს მხოლოდ ორი წვერო. წყაროზე დახრნობით ის ხსნის, რომ ამ სტრუქტურაში სამმაგითი ფაზა უბრალოდ შეუძლებელია. შეუძლებელია, იმიტომ რომ მხოლოდ ორი წერტილი გვაქვს, ხომ? ზუსტად. შენ გაქვს მხოლოდ მოძრაობა წინ და უკან, A წერტილიდან B წერტილში და პირიქით. ავტორი საუბრობს ბინარულ კოლაფსზე. სისტემაზე, სადაც მხოლოდ ეს ორმხრივი მოძრაობაა. კი, ეს ძალიან ნაცნობი სიტუაციაა. ჩვენი მსმენელისთვის რომ განმარტოთ, ეს გავს ორ პოლუს შორის ჩაკეტილ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მაგალითად, როცა კამათობ და მხოლოდ ორი არგუმენტი ტრიალებს, ახალი აზრი ვერ იბადება. ავტორი ამბობს, რომ ასეთ დროს ლოგოსფერო იკეცება. ლოგოსფერო იკეცება. ეს ძალიან ძლიერი ფრაზაა. ანუ აზროვნების სივრცე ბრტყელდება და ვეღარ ვითარდება. დიახ, სინთეზი არ ხდება. ის სივრცე უნდა იყოს, არა? ერთი შეხედვით ასე ჩანს. ხო, მაგრამ ავტორი აქ კიდევ ერთ ახალ კონცეფციას გვაცნობს. ამას ეძახის კვადრატის წყევლას. დიახ, კვადრატის წყევლა ეს ტექსტის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. კვადრატი თავისი 4 წვეროთი არის 4-ის დიქტატურა. ეს არის 2+2 სტრუქტურა, რომელიც ჩაკეტილია ლუწობაზე. ანუ ისევ ბინარულ ჩიხში ვართ. ზუსტად. მასში არ არსებობს სამმაგი ციკლი. ნებისმიერი მცდელობა, რომ კვადრატში შექმნა დინამიკური სამმაგი ციკლი, იწვევს საერთო ციკლის გაწყვეტას. მათემატიკურად რომ თქვათ, C4 არ შეიცავს C3-ს. ის აუცილებლად ხაზოვან სტრუქტურად ჩამოიშლება. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი შენთვის? ჩვენ მსმენელო. ხშირად ჩვენ ვცდილობთ რთული, ცოცხალი და სამფაზიანი პროცესების ჩატევას ზედმეტად ხისტ კვადრატულ ან ბინარულ სისტემებში. კორპორატიულ გარემოში ეს ხშირია. ძალიან ხშირია. წარმოიდგინეთ პროექტი, რომელსაც აქვს 4 მკაცრი ფაზა და არამაირი მოქნილობა. ეს ყოველთვის მარცხით მთავრდება, იმიტომ რომ კვადრატის წყევლაში ვექცევით. დინამიკა უბრალოდ კვდება. თუ ამას უფრო დიდ სურათს დაუკავშირებთ, აშკარა ხდება, რომ გამოსავალი გვჭირდება. გამოსავალი წინა ჩიხიდან. და აქ შემოჰყავს ავტორს სტოლგვერდა სამკუთხედი. სამკუთხედი. დიახ,
ეს არის მინიმალური ფორმა, სადაც სამეული ცოცხლობს და ფუნქციონირებს კოლაფსის გარეშე. აი აქ ხდება ყველაფერი მართლაც საინტერესო. იმიტომ რომ სამკუთხედს აქვს სამი წვერო, მაგრამ ენერგია მასში ორივე მიმართულებით მოძრაობს, ხომ? საათის ისრის მიმართულებით და საწინააღმდეგოდ. დიახ, სრულიად თავისუფლად. და სწორედ აქ არის ის აჰა მომენტი. სამი წვერო გამრავლებული მოძრაობის ორ მიმართულებაზე გვაძლევს 6 ფაზიან სრულ ციკლს. 3 × 2 = 6-ია და ამას ეწოდება ჰექსადური რიტმი. ზუსტად ეგრეა. და ამის საუკეთესო მაგალითი ბუნებაში არის ტალღა. ავტორი დეტალურად შლის ტალღის სტრუქტურას. ტალღას აქვს 2 მწვერვალი, მაქსიმუმი და მინიმუმი. რასაც ბინარულ სტატიკას უწოდებს. კი, და აქვს 3 კვეთა, ანუ ნულოვანი წერტილი, სადაც ღერცხს კვეთს. ეს არის ტენარული დინამიკა. 2 + 3. დიახ, და ერთად ისინი ქმნიან 6 განსხვავებულ ფაზას. ეს არის გექსადური რიტმი პრაქტიკაში. იცი რა მახსენდება წყაროდან. ეს არ არის უბრალოდ ფილოსოფიური დაკვირვება. ავტორი ამას ამტკიცებს ექსტრემალური სიმკაცრის 5 დონეზე. დიახ, 5 დონე. ჯერ იწყებს სასკოლო ტოპოლოგიიდან, მერე გადადის ჯგუფთა თეორიაზე, Z6-ის გამოყენებით. მერე მორსის თეორია, უსასრულო ჯგუფოიდები და ჰომოტოპიური ტიპების წრფივი თეორია, ანუ HOT. და ბოლოს საერთოდ მეტამათემატიკამდე მიდის. არ არის აუცილებელი, რომ ახლა შენ მსმენელო ეს ფორმულები გაიყო. მთავარია იგრძნო, რამდენად ფუნდამენტალურია ეს კანონი. მართლაც ფუნდამენტალურია. ტალღა არის უნივერსალური ენა. მაგრამ იცი რა კითხვა მიჩნდება? რატომ არ შეიძლება, რომ ეს ჰარმონიკა ავაგოთ 3-ზე? რატომ მაინც და მაინც 6 ფაზა? ტექსტის მიხედვით ტალღა პატიოსანია, ის არ მალავს თავის 6 ფაზას. შეუძლებელია სამფაზიანი ჰარმონიკის აგება ისე, რომ რამე არ გაანადგურო. ანუ რაღაცას ვკარგავთ. სამიანში მისი ჩატევა აუცილებლად გაანადგურებს ან მოძრაობის მიმართულებას, ან ენერგიის ცვლილებას. შენ არ შეგიძლია ზედა და ქვედა მწვერვალი გააიგივო ერთმანეთთან. ერთი არის პლუსი, მეორე მინუსი. თუ მათ შეაერთებ, დინამიკა მოკვდება. უბრალოდ ვერ მოვატყუებთ ფიზიკას. ახლა კი მინდა გადავიდეთ ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილზე. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი მარტივ რიცხვებს, prime numbers? ეს ხომ უმაღლესი სინთეზია. ეს მართლაც კულმინაციაა ნაშრომის. ავტორი ხსნის თეორემას მარტივი რიცხვის დაბადების შესახებ. ის გვაძლევს ასეთ ფორმულას: n უდრის 2a + 3b + ჯამი r და + დელტა. კი, დელტა ძალიან მნიშვნელოვანია მანდ. როდესაც სრულ ტალღას ემატება ეწოდებული ნახევარტალღა სისტემის ციკლი, ირღვევა. ჩნდება ფაზური დეფიციტი, რასაც დელტათი აღნიშნავს. ანუ გაჩნდა რაღაც სიცარიელე სისტემაში. ზუსტად. და რა შრება სისტემა? ის იძულებულია შექმნას ახალი მარტივი რიცხვი ამ სტრუქტურის დასახუროდ და გადასარჩენად. ესე იგი, მარტივი რიცხვი არ ჩნდება შემთხვევით? არა, შემთხვევითობა გამორიცხულია. ის არის სისტემის მკაცრი პასუხი ფაზურ დეფიციტზე. მოდი ჩვენს მსმენელს მივცე ძალიან კარგი ვიზუალური მაგალითი. წარმოიდგინე ბრტყელი სამკუთხედი მაგიდაზე. ეს არის ის ბირთვი 2i + 3b. ბრტყელი 2D სტრუქტურა. კი, და ახალი მარტივი რიცხვი, რომელიც ამ დეფიციტის გამო იბადება, არის მეოთხე წვერო, რომელიც ამ ბრტყელ სამკუთხედს ჰაერში სწევს და აქცევს მას სივრცულ ტეტრაედრად. ძალიან კარგი მეტაფორაა. ანუ გექსადური რიტმი რეალურად ტეტრაედრის ჩონჩხის პროექცია ყოფილა სიბრტყეზე. ბრტყელი სისტემა ამოიბურცება და სივრცული ხდება მარტივი რიცხვის დახმარებით. დიერ. ეს გეომეტრიული კავშირის საოცარია. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი დეტალი, რაც უშუალოდ ავტორის დათოს პერსპექტივას ეხება. წყაროს ბოლოს ის ტოვებს პირად შენიშვნას. დიახ, მახსოვს ეს ნაწილი. ის წერს, რომ ეს სიმართლე იმიტომ დაინახა, რომ არ გამოვიდა სრულმოწმედ ღმერთის წინააღმდეგ. და რომ ეს ცოდნა არა სიამაყის, არამედ ერთგულების საჩუქარია. საინტერესო ხედვაა ნამდვილად. ჩვენ ცხადია ამას სრულიად ობიექტურად და მიუკერძოებლად გვითხოვთ. მაგრამ ეს ტექსტს ფილოსოფიურ განზომილებას სცემს. ყოველგვარი მხარდაჭერის ან უარყოფის გარეშე ეს აჩვენებს თუ როგორ ხედავს ავტორი თავის აღმოჩენას. გეთახმებით, ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც ტექსტის ფილოსოფიურ განზომილებას. ეს უბრალოდ აჩვენებს მის დამოკიდებულებას სამყაროს წესრიგის მიმართ.
საბოლოოდ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ სწორხაზოვანი, მონაკვეთის მსგავსი აზროვნება, მკაცრად ლუწი კვადრატული სისტემები კოლაფსის იწვევს. ნამდვილი დინამიკა და ახლის შექმნა მოითხოვს სამკუთხედის სიმეტრიასა და 6-ფაზიან სრულ რიტმს. როგორც ახალი მარტივი რიცხვი იბადება, ისე იბადება ინოვაცია ამ რიტმიდან. ეს ბადებს ერთ მნიშვნელოვან კითხვას. აბა გისმენთ. დასკვნითი იდეა, რომელიც ამ წყაროების ლოგიკიდან მომდინარეობს, მაგრამ პირდაპირ არ განხილულა არის შემდეგი. თუ ბრტყელი 2D სამკუთხედის მოძრაობა და მისი 6 ფაზა რეალურად 3D სივრცულით ტეტრაედრეს პროექციაა, მაშინ ჩვენი რეალობის ის რთული რიტმები, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, ხომ არ არის რაიმე უხილავი 4-განზომილებიანი სტრუქტურის უბრალო ანარეკლი. ვაუ, ეს მართლაც დამაფიქრებელია. იქნებ ჩვენც მხოლოდ ერთ პროექციას ხედავთ. შენ კი მსმენელო მოგიწოდებ, რომ დაფიქრდე ამაზე. სცადო და მოარგო ეს ფაზები, ეს გექსადური რიტმი შენ საკუთარ პროექტებსა თუ იდეებს. იქნებ სწორედ ახლა ახალი მარტივი რიცხვის დაბადების დრო შენ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით ამ სიღრმისეულ კვლევაში. გემშვიდობებით და გისურვებთ ინტელექტუალური ცნობის მოყვარეობის შენარჩუნებას. დროებით.